ყველანაირ ვაჭრობას აქვს თავისი წესები და მაგალითად თუ პატარა მოკლევადიანი ვაჭრობებს რო ეძახით, ხო, სკალპინგს. რა თქმა უნდა შეიძლება ეს არის ყველაზე ასე ვთქვათ მისაღები რა პირადად ჩემთვის და მეორე არის ინვესტირება. სხვადასხვა მიმართულებებია. არის ასევე ესეთი სტაბილური, მდორე, შვიდი, არც ნერვებს აიშლი. ამიტომ გადაწყვეტილებას როცა მიიღებთ, აი იქიდან გამომდინარე ხდება შემდეგ ტოკენების შერჩევა. მაგრამ როდესაც გადაწყვეტ სკალპინგს, რომელიც პირადად მე ძალიან ეს მაინტერესებს ხოლმე. აქ რამოდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. ეს პირველი ფაქტორი ეს არის, რომ სული უნდა იყოთ პულსზე რა, ხელი უნდა გედოთ. ყოველი 15 წუთში სანთლის დახურვას უნდა უყუროთ და ასე შემდეგ. აქ შეიძლება წაიკითხოთ კარგად გრაფიკა 15 წუთიანი, 4 საათიანი, დღიურს უნდა შეხედოთ და ასე შემდეგ. მაგრამ ხანდისხან არის რომ აი დღეს PXG-ზე მოხდა ეგრე, გადახურების წერტილი დიდხანს დარჩა. როცა ყველა მოელოდა ვარდნას, სწორედ იქიდან დაიწყო კვლავ ზევით წასვლა. არის ფორს მაჟორები, ეგრეთ წოდებული ომის, შემდეგ განცხადება ფედის, ტრამპის და ასე, ანუ ვინც მოქმედებს თვითონ ბაზარზე, ფინანსურ ბაზარზე. ამიტომ ეს საფრთხილოა უფრო სარისკო, ყველაზე მარტივი არის ინვესტიცია. ჩადე, დაიძინე, გაიღვიძე და ერთი წლის შემდეგ რაღაც მცირე მოგება მიიღე. ნუ შეიძლება სოლიდურიც. ვისაც გაინტერესებს ეს პირველი, ანუ სკალპინგი, გრაფიკა აუცილებლად უნდა შეისწავლოთ. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და ფასები ყველა მიცით. მადლობა.